შენ შეიძლება შეგიყვარდეს მხოლოდ ის ქალი, რომელმაც უარი გითხრა, ან დაგადო, ან გაეჩვიანებს, ან დაძაბულობებს ქმნის, ან მაგ ყველაფრის პოტენციურად გამკეთებელია და შინაგანად შენ ეს იცი. თქვენს ურთიერთობაში დღის მდგომარეობით შეიძლება ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენ გრძნობ, რომ ეგ ჯაჭვები ქალმა ერთ დღესაც შეიძლება აიწყვიტოს და აქ ჩნდება შემდეგი კითხვა. ხალხს რატომ არ ესმის ეს ყველაფერი? რატომ არის სრული უმრავლესობა ამ ჩაკეტილ წრეში? რატომ არ უნდა არავის მაგ წრიდან გამოსვლა? პასუხი კი იმაში მდგომარეობს, რომ სრული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აქედან გამოხვიდე. კითხე ნებისმიერ მამაკაცს, გინდა თუ არა ურთიერთობაში რომ ძლიერი პოზიცია გეკავოს, გინდა თუ არა რომ ურთიერთობის მმართველი იყო. აბსოლუტურად ყველა მათგანი გიპასუხებს, რომ კი, უნდა, მაგრამ ეგ ტყუილია. ყველას უნდა რომ იყოს მდიდარი, მაგრამ შრომა თითქმის არავის უნდა. ყველას უნდა რომ იყოს ლიდერი, მაგრამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება თითქმის არავის უნდა. ყველას უნდა რომ იყოს ძლიერ პოზიციაში, მაგრამ შეყვარებულობის შეგრძნების დათმობა თითქმის არავის უნდა. ხოლო მისი დათმობა აუცილებლად მოგიწევს. ყველა ჩვენგანში დევს ჩვენი იმპულსური, არალოგიკური და იდიოტური ქმედებების რაციონალიზაციისკენ გადახრა. შენ ხშირად გვხვდება ეს. შენ ხედავ, რომ ადამიანი ღიად სისულელეს სჩადის, შემდეგ კი რაციონალურ ახსნას უძებნის, თუ რატომ შეიძლება მაგის გაკეთება. ის სწორ და კეთილ სიტყვებსაც კი შეარჩევს მაგ ღიად იდიოტობის გასამართლებლად. შეყვარებულობის შემთხვევაშიც ზუსტად იგივეა. თან შეყვარებულობა ხომ ეგრევე არ გამოიყურება როგორც რაღაც სიგიჟე. შენში უნდა დააგროვო ფიქრები, განცდები, ემოციები, ჯერ დადებითი ემოციები და განცდები, შემდეგ არც თუ ისე დადებითი. და ზუსტადაც მას ექნი შენს თავის ქალაში ათასობით ნეირონთა კავშირს, რომლებიც მაგ კონკრეტულ ქალთანაა დაკავშირებული. და მხოლოდ შემდეგ ხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ გინდა. მას კი უკვე პირიქით შენს გარეშე უნდა, რადგან შენი ინფანტილური მიდგომით და შეყვარებულობის გავლენით დათმე ყველა პოზიცია.